სტრასბურგში კონსტიტუციის 42 მუხლის სარჩელი დააკმაყოფილეს ევროპის სასამართლომ სახმელეთო ჯარის ყოფილ მეთაურს გუჯა ყურაშვილს არჩილ ფანჯიკიძესა და კახაბერ ქანთარიას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. სამივე განსასჯელის უფლებებს კონსტიტუციის 42 მუხლი იცავდა. ევროპული განაჩენის მიხედვით საქართველოს მთავრობამ ფანჯიკიძეს ყურაშვილსა და ქანთარიას ზარალის ასანაზღაურებლად 6000 евро უნდა გადაუხადოს. სამივე მათგანი 1999 წელს სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების ბრალდებით დააკავეს. ისინი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტ შევარდნაძის ლიკვიდაციას აფერებდნენ. 2001 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ დაკავებულებს 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში კი წერია, რომ სასამართლო პროცესი საქართველოში არაპროფესიონალურად ჩატარდა და მსაჯულებმა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი დაარღვიეს. მათი საქმე განხილული იქნა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ პირველი ინსტანციით და კოლეგია არ იყო შექმნილი, ასე ვთქვათ, კომპეტენტური კვალიფიციური შემადგენლობით, კერძოდ მხოლოდ ერთი მოსამართლე და 2 მსაჯული იხილავდა საქმეს, ხოლო მსაჯულები, რომლებიც არ იყვნენ პროფესიით იურისტები და აბსოლუტურად არ იყო კანონით გაწერილი მათი საქმიანობის წესი, ევროპის სასამართლომ მიიჩნია უკანონო შემადგენლობა.